გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემა ალგორითმს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის აკადემია მეტალაბი მასპინძლობს. მე ამ აკადემიის ერთ-ერთი მსმენელი დინა ხირსელი ვარ. სანამ უშუალოდ სტუმარს გაგაცნობდეთ და სანამ უშუალოდ გაგაცნობდეთ იმ საკითხებს თუ რაზე ვასპირებთ ამ გადაცემაში საუბარს, მანამ გეტყვით, რომ ამ გადაცემის წამყვანები არიან ახალგაზრდები, რომლებიც საინტერესებულები არიან თანამედროვე ტექნოლოგიებით და ამ საკითხთან დაკავშირებით გავდივართ სპეციალურ სატრენინგო კურსს. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია AI და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ოთარ კვირიკაშვილი. ოთარ, გამარჯობა. დაგისვამ პირველ კითხვას, როდის ჩამოყალიბდა ტერმინი AI, საიდან იღებს სათავეს, როგორია მისი ისტორია და მოკლედ აი ამის ირგვლივ რომ ისაუბროთ. კი ბატონო, მოგესალმებით, მადლობა კითხვისთვის. AI-ის ჩამოყალიბება AI განსაკუთრებით პირველი ნაბიჯებს, ასე შესამჩნევ ნაბიჯებს დგავს 40-50-იანი წლებიდან, ტერმინიც იქიდან მოდის. თუმცა იყო რაღაც პერიოდი, როდესაც ექსპერტებმა ამ სფეროში ჩაბმულმა ადამიანებმა გარკვეულწილად ხელი ჩაიქნიეს გარე აქტორებმა, ინვესტორებმა, ვისაც AI-ის განვითარება, ასე ვთქვათ, უნდა დაეფინანსებინა, მათ შორის სახელმწიფოებმაც და AI დარჩა გარკვეული პერიოდი ლაბორატორიების და მეცნიერების ქოლგის ქვეშ. ამ პერიოდს აი უკვე 50-იანი წლები ვახსენეთ, თუმცა შემდეგ უკვე 70-იანი 80-იანი წლებში ეძახიან AI-ის ზამთარს, ასე ვთქვათ, გამყინვარების პერიოდს, როდესაც AI გარკვეულწილად კიდევ გავიმეორებ, რაც ლაბორატორიების დონეზე იყო და უკვე აი ვთქვათ ძალიან დიდ ენთუზიასტებს თუ სჯეროდათ იმის, რომ AI განვითარდებოდა, მაგრამ შემდეგ მეორე, ასე ვთქვათ, დიდი ტალღა და აღმასვლის პერიოდი იწყება 90-იანი წლებიდან, როგორც ყველა ტექნოლოგიის ზოგადად ტექნოლოგიებში და უკვე 90-იანი წლების შემდეგ 2000-იანი წლები იყო AI-ის ძალიან დიდი აღმასვლის პერიოდი, დიდი კვლევები, ასე ვთქვათ, დიდი წინ გადადგმული ნაბიჯები და დღეს კი ვხედავთ, სადაც ვართ და ჯერ ეს კიდევ არ არის ის, რასაც AI-ის სფეროში ჩართული დიდი ექსპერტები, დიდი მოთამაშეები ელოდებიან, ეს არის დასაწყისი რაღაც განვითარების, ვთქვათ, ასე ვთქვათ, პირველი ეტაპი, ჯერ არა ვარ ჩვენ AGI-ზე, შემდეგ როგორც რასაც ველოდებით, ასე ვთქვათ, ხელოვნური დიდი სუპერინტელექტი, რასაც სუპერინტელექტს ეძახიან, როდესაც არ ვიცი, ალბათ ადამიანს მილიარდჯერ გაასწრებს უკვე AI, ჯერ მაგ დონეზე არა ვარ, თუმცა ეხლაც კი ისეთი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია AI-ის გამოყენებით, რომ რამაც შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალოს. და ამიტომ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულ ეპოქაში ვიმყოფებით და განსაკუთრებული ამბების მოსწრები გავხდებით მომდევნო 2-3 წლის განმავლობაშიც კი. აი, როგორ განვითარდა AI ბოლოს 70 წლის განმავლობაში? აი, ამაზეც რომ ისაუბროთ. ხო, აი, მაგაზე ვისაუბრე ზუსტად, კვლევები იყო, ანუ ეხლა რომ წარმოვიდგინოთ, დღეს AI გამოვიდა ლაბორატორიებიდან, მეცნიერების, ასე ვთქვათ, დაქვემდებარებით, მხოლოდ მეცნიერების და ლაბორატორიების საქმე აღარ არის AI გახდა თითქმის ყველა ჩვენთაგანი ცხოვრებაში შემოვიდა, ხო, AI. თუმცა მანამდე სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის ნაცისტური გერმანია, შეერთებული შტატები, სტენფორდის უნივერსიტეტში მიდიოდა კვლევები, სხვადასხვა ამერიკულ უნივერსიტეტებში მიდიოდა კვლევები, თუმცა მაშინდელი AI-ის განვითარება რო წარმოვიდგინოთ, იყო ძალიან დაბალ დონეზე, იყო ძალიან დიდი რაღაც კომპიუტერები და ჰქონდათ მათ მარტივი დავალებები, მაგრამ დღესდღეობით AI თითქმის ყველა სფეროშია, AI-ის გარეშე აღარ არსებობს უკვე არაფერი, AI მოახდენს სამსახურების ტრანსფორმაციასაც, ძალიან ბევრს საუბრობენ ხოლმე მაგაზე და ძალიან მცდარია შეხედულებები და მითები არის ამ თემასთან დაკავშირებით, რომ AI თითქოს ადამიანებს წაართმევს სამსახურებს და სამსახურები გაქრება და ასე შემდეგ. სამსახურები არ გაქრება, სამსახურები ტრანსფორმირდება და სწორედ ის ადამიანები გადარჩებიან, ვინც AI-ის და ხელოვნური ინტელექტის
უნარებით იქნება აღჭურვილი და ამიტომ ყველა ჩვენთაგანმა, რა ვიცი, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, არა მხოლოდ რაღაც პრაქტიკული აპლიკაციები და ხელსაწყოები ვისწავლოთ და მათი გამოყენება შევძლოთ, ეს არის მინიმალური. ყველა ჩვენთაგანი უნდა ვეცადოთ, რომ სიღრმისეულად გავიგოთ, რა არის ხელოვნური ინტელექტი, საიდან მოდის, როგორ მოდის, რა მიმართულებები არსებობს ხელოვნურ ინტელექტში და ხოლოდ ეს მცდარი შეხედულებები არ გქონდეს, რომ აი ChatGPT-ა მხოლოდ და რაღაც და რა ან ChatGPT რას მიეკუთვნება, როგორ ვითარდება, როგორ სწავლობს ზოგადად და აი სიღრმისეული გაგების გარეშე მე ვფიქრობ ძალიან გაგვიჭირდება კაცობრიობას ზოგადად ალბათ მომდევნო 2-3 წელშიც უკვე ძალიან გაგვიჭირდება. ძალიან ადამიანები არიან, ვისაც აქვს პროგნოზები, რომ შეიძლება 15-20 წელიწადი და 15-20 წელიწადი გონიათ, რომ ჩვენ აი ამ ცოდნით და აი ამ უნარებით მივალთ, მაგრამ სამყარო აბსოლუტურად შეიცვალა. განსაკუთრებით ეს შესამჩნევია იმ ფონზე, როდესაც აკვირდები დასავლურ ტექნოლოგიურ გიგანტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, აი დიდ მოთამაშეებს, როგორ თამაშობენ, უკვე რა ხელსაწყოები, რა ვთქვათ, აი ეს მაგალითად როგორ ვითარდება ენობრივი მოდელები, როგორ ვითარდებიან მაგალითად რობოტები, როგორ ვითარდება მაგალითად AI აგენტების მიმართულება, როგორ მინდეს ეს სასწაულ გარდაქმნას მოახდენს საერთოდ ჩვენ ცხოვრებაში, AI აგენტების და მაგაზე ცალკე ვიტყვი და ამ ფონზე ჩვენ საქართველოში აი ეს სრული სიგიჟე გვაქვს, ეს პოლიტიკური სიგიჟე, ყავს ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებულია რაღაც რეგრესზე, რაღაც ჭაობზე, ძალადობაზე, უბედურებაზე და ამ ყველაფრის ფონზე თითქოს ჩვენ გამოგვრჩა ის ტრანსფორმაციული ეტაპი, რასაც ახლა გადის მსოფლიო და ჩვენ ეს ბოლო 1 წელი, განსაკუთრებით ეს 1 წელი ძალიან რევოლუციური იყო AI-ის მიმართულებით და ჩვენ ეს 1 წელი კი ხედავთ სად ვართ და როგორ სტრესშია მთელი ქვეყანა, ძალადობის, უბედურების, რაღაცა პოლიტიკური პოლარიზების გარემოში და სწორედ ამიტომ მინდა რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ჩვენ ქართველებმა AI-ის განვითარებას, იმიტომ რომ ისე არ გამოგვრჩეს და ისე არ აღმოჩნდეს, რომ ეს მატარებელი უკვე დაძრული იყოს და ელემენტარულად ვერც კი მიუსწროთ იმ მატარებელს და ძალიან ჩამორჩეთ და მე ვადარებ ხოლმე ხშირად, რომ შეიძლება იმ დონეზე ჩამორჩეთ, როგორც მაგალითად ქვისხანის ადამიანები იყვნენ არიან ჩამორჩენილები დღევანდელ ჩვენ პერიოდთან. აი ესეთი სწრაფი გარდაქმნა მოხდება ამ მიმართულებით და შეიძლება ბევრმა ეს ვერც მიიღოს, ვერც გაიაზროს და რაღაც კულტურული შოკიც კი მიიღოს იმ ფაქტის წინაშე, როდესაც დადგება. აი როგორც ახსენეთ, სწრაფად ვითარდება ეს ხელოვნური ინტელექტი. აი პარალელი რომ გავავლოთ, როგორი იყო 10 წლის უკან მდგომარეობა ამ მიმართულებით და როგორი არის ახლა? აი ამის ირგვლივაც რომ აი თქვენ იცით რომ მაგალითად ხელოვნური ინტელექტი, ეს GPT მოდელები, დიდი ენობრივი აი მაგალითად მარტივად რო ახსნათ კიდევ უფრო რაც არის მაგალითად ChatGPT ყველა ვიყენებთ, DeepSeek-ი, Cloud-ი, რა ვიცი, Grok-ი და ასეთი ჩეთები, რაც ყოველდღიურ ცხოვრების გამარტივებაში გვეხმარება. ეს არის დიდი ენობრივი მოდელები. დიდი ენობრივი მოდელების გარდა AI-ის აქვს ბუნებრივი ენის დასწავლის მოდელი NLP არის, მანქანური სწავლება არის, AI ავტონომიური AI აგენტების მიმართულება და ძალიან ბევრი მიმართულება. აი თუ წარმოვიდგენთ 10 წლის წინ რა იყო, აი თუ თქვათ დასწავლის მიმართულებით ავიღებთ 10 წლის წინ სიტყვაზე თუ უნდა და რაღაცის დასწავლა ამ მიმართულებით რაღაცის დასწავლას მაგალითად ერთი თვე, ეხლა ის შეიძლება კომპიუტერმა გააკეთოს 1 წუთში. ჯერ ერთი დრო დაჩქარდა, ანუ დრო შემოკლდა ამ მიმართულებით, მე ტექნოლოგიები განვითარდა და რაღაცა რო გამოიგონეს უკვე, აი მაგალითად ChatGPT არის open source
პლატფორმა, ეს არის ღია პლატფორმა, საიდანაც მაგალითად როგორც ამბობენ DeepSeek ჩინური ეს არის რა ქვია ენობრივი მოდელი DeepSeek აქვს თავიდან ბოლომდე წაღებული ChatGPT ანუ OpenAI-ის მოპარა რა ღია და აიღო DeepSeek-მა და მოკლედ ერთი რო რაღაცას აკეთებს ჩათვალეთ რომ იმ ერთის ცოდნაზე დაფუძნებით უკვე სოკოებივით მრავლდება 100 და 1000 კომპანია და ეხლა არის აი სწორედ ეგ პერიოდი არის რაღაცა ოქროს ციებ-ცხელების პერიოდსაც თუ შევადარებთ რაღაც ეგ მაგ პერიოდში ვართ ყველა რომ აი ერთი რაღაც იქნება და გონია რომ ადამიანს ალბათ ერთი თვე გავალ ან 2 წელში არაფერი არ შეიქმნება და ერთ კვირაში უკვე სოკოებივით არის ამოსული მსგავსი და უკეთესი პროგრამები და სწორედ ამ მიმართულებით აი განსაკუთრებით ძალიან კარგად ვითარდება სამედიცინო მიმართულება, ადრეული დიაგნოსტიკის მიმართულებები, სასწაულად ვითარდება ეს რობოტიკა, რა ვიცი, ალბათ რევოლუციური ეფექტი ექნება ავტონომიური AI აგენტების განვითარებას, ნუ ეხლაც არის რაღაცა განვითარების პირველ ეტაპზე და ჯერ ეხლაც კი სასწაულებს აკეთებენ AI აგენტი, ვისაც მე ალბათ ვისაუბრებთ, ცოტა დიდი სასაუბრო თემაა, მაგრამ ძალიან საინტერესოა და AI აგენტები იქნება ის მიმართულება, ეს აგენტების მიმართულება, რომელიც ალბათ ძალიან დიდ ძრებს მოახდენს როგორც, რა ვიცი, ინდუსტრიაში, სამედიცინაში, ნებისმიერ სფეროში, განათლებაში, ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათ გარეშე უბრალოდ ვეღარ შევძლებთ ჩვენ ცხოვრებას იმდენად გაგვიმარტივებს ცხოვრებას და კიდევ ვიძახი, ვინც ამ უნარებით არ იქნება აღჭურვილი, რომ ელემენტარულად, იმ დონეზე მიდის, რომ პროგრამისტის უნარები და რაღაც დიდი უნარები აღარ გჭირდება ადამიანს, რომ AI აგენტი შექმნა დღესდღეობით, მაგრამ ესაც თუ არ გეცოდინება და ადამიანი გვერდს აუქცევ ამ ყველაფერს, ალბათ კიდევ ვიძახი, რაღაც ძალიან დიდ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებით, რა ვიცი, მთელი ქვეყანა. აი AI სისტემების მთავარ შეზღუდვებზე ან გამოწვევებზეც რო ვისაუბროთ, აი რა არის ეს გამოწვევები ან შეზღუდვები, რასაც ჯერ ვერ ვფარავთ და მთავარი გამოწვევა რაც არის, ეს არის ეხლა ამ ეტაპზე უკვე იმ ხელსაწყოებიდან გამომდინარე, ეს არის ავთენტურობა არის მთავარი გამოწვევა, რომ ბევრი ყალბი რაღაცის გაკეთება შეგიძლია, მე AI უკვე ისე ვითარდება და ეს განსაკუთრებით გენერაციული AI, რომ ტყუილის მართალისგან ალბათ ვეღარ გაარჩევენ ადამიანები, რომელია მაგალითად კომპიუტერის და რობოტის გაკეთებული, რომელია ადამიანის გაკეთებული, სად რაღაცა ასე ვთქვათ სინთეზია ამ ორივეს ერთად და ძირითადი პრობლემები და ძირითადი გამოწვევა ეხლა ეს არის ეთიკური საკითხები. არის ჩვენი პერსონალური ინფორმაცია, რაზეც შიშობენ ასევე რომ ჩვენ რო ამდენ რამეს ვესაუბრებით AI-ს და სადღაც იყრის თავს და ეს ჩვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება ვინმემ გამოიყენოს ან მომავალში ჩვენი манипуლირება შეძლონ უკვე რობოტებმა და ნუ ამაზეც რაღაცა მომავლის პერსპექტივაში განეხილავენ, მაგრამ სასწორს აქვს ყოველთვის ორი პინა და ადამიანები უნდა ჩამოყალიბდეთ იმაზე რა გვინდა გამოქვაბულში დარჩენა და განუვითარებლობა და იმის შიშით რომ რაღაც არ დაგვემართოს არ განვითარდეთ თუ გვინდა განვითარება, რასაც თავის რისკები ახლავს თან, მაგრამ ამავდროულად ახლავს უდიდესი სიკეთეები და არ ვიცი, ალბათ კაცობრიობა ისეთ ნახტომს, რა ნახტომსაც ეხლა გააკეთებს კაცობრიობა, ისეთი ნახტომი კაცობრიობას ალბათ არსებობის მანძილზე არასდროს არ გაუკეთებია და შეიძლება აი 5 წელში, ეხლა რასაც გავივლით სიტყვაზე 2020-2030 წლამდე, ან თქვათ 2035 წლამდე, ალბათ გავიაროთ რაღაცა 2-3 საუკუნის ნახტომი გავაკეთოთ და ამიტომ მე ყოველთვის მხარს უჭერ პროგრესს, ყოველთვის მხარს უჭერ განვითარებას, თუნდაც მას ახდეს რისკები, ვიდრე ვიყოთ ისეთ თქვათ ჭაობში, ერთი და იგივე წრეზე ბრუნავდეთ და რაღაც რადგან
წეღანაც ვახსენე მარტო AI აგენტები რა ღირს იმისთვის რომ ადამიანის რა დონეზე შეცვლის AI აგენტები ადამიანის ცხოვრებას და რა დონეზე გაამარტივებს ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის რომ აი მაგალითად შენ რაღაცა დაავალო და დაგიგეგმოს ვთქვათ ტური სადღაც დასასვენებელი ტური და ასე შემდეგ AI აგენტები შეიძლება ამუშაო კორუფციის მიმართულებითაც აი ძალიან რომ უნდა ჩვენ ხელისუფლებას მაგალითად რომ აგენტებად დავრეგისტრირდეთ და ადამიანები ვინც ვთქვათ მუშაობთ ადგილზე ადამიანების ცნობიერების ამაღლებაზე, კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და მაინც რომ არ იცვენებს ეს ჩვენი ხელისუფლება და რომ უნდა რომ აგენტებად დავრეგისტრირდეთ, აი მე პირდაპირ აქედან ვეუბნები რომ ჩვენ აუცილებლად დავარეგისტრირებთ ძალიან ბევრ აგენტს, AI აგენტს, რომლებიც იმუშავებენ ხელისუფლების კორუფციულ საქმეებზე, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გამოიტანენ სააშკარაოზე და რომლის არსებობაც ნამდვილად არ გაუხარდება ქართული ოცნების ხელისუფლებას. აი ამ რაღაცაში შეიძლება დაგეხმაროს AI აგენტი. AI აგენტი შეიძლება კიდევ გავაგრძელებ და შეიძლება დაგეხმაროს ადამიანს ბიზნესის ყოველდღიურ ასე ვთქვათ ელექტროკომერციის, მედიცინის მიმართულებით და რა ვიცი, კიდევ უამრავი მიმართულებით, რომელიც ფაქტიურად ჩათვალეთ, რომ არის განსაკუთრებული, უნაკლოდ ცოდნით აღჭურვილი და დაუღალავი, ასე ვთქვათ, 24/7-ზე მუშაობს შენზე, გაბარებს რეპორტებს, გაძლევს, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ რაღაც რჩევებს, ამ ყველაფერზე გიგებს სტრუქტურას, გიწერს გეგმას და სასწაული რამეა და ჯერ კიდევ ვიძახი რომ ჩანასახავ მდგომარეობაშია, ახალია, ჯერ ეხლა იდგავს ფეხს და მე წარმომიდგენია რა იქნება 5 წლის შემდეგ. ამ ყველაფერმა ჩემი აზრით უნდა შეცვალოს სოფლიო რაღაც პოლიტიკური მოწყობაც, ჩემი აზრით, ქვეყნების პოლიტიკური მოწყობაც, ჩემი აზრით პარლამენტი ან მთავრობები იმ ფორმით აღარ იქნება, რა ფორმითაც ეხლა არის და ძალიან ბევრ რამეს შეცვლის ხელოვნური ინტელექტი ზოგადად ადამიანების ცხოვრებაში და არა მარტო ადამიანების ცხოვრებაში, აი დედამიწაზე და მთლიანად სამყაროში ბევრ რამეს შეცვლის და მე ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მივესალმები. ხო, აი ეს საკითხი რომ განვავრცოთ, აი შენ ახსენე რომ ყველა სფეროს შეეხება ხელოვნური ინტელექტი, აი რომ გითხრათ, ახლა ყველაზე მეტად რაზე ახდენს გავლენას, ყველაზე მეტად სად გამოიყენება AI და ამის ირგვლივ რომ ის განსაკუთრებული გავლენა რა თქმა უნდა მოახდინა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, განსაკუთრებული მოდი ავიღოთ ესეთი რამ AI პირველ ეტაპზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ისეთ სფეროებზე, რომელიც ტექნოლოგიურად წინ იყო, აქამდეც წინ იყო და განვითარებული იყო, იქ უფრო მარტივია. განსაკუთრებული გავლენა კიბერუსაფრთხოებაზე მოახდინა AI-მ, ასევე წეგანაც ვახსენე მედიცინის სფეროზე ახდენს და იქაც კვლევების, ადრეული დიაგნოსტიკის და ასე შემდეგ ძალიან ბევრ სიკეთეს მივიღებთ და მე თუ შესაძლებლობა გვექნება ტრენინგზეც მოკლედ მაინც ავხსნი იმ სიკეთეებს, რაც მედიცინის მიმართულებით შეგვიძლია ავიღოთ AI-ში, ასევე ბიზნეს მიმართულებით ცხადია ძალიან დიდი ეფექტი ექნება AI-ს, იმიტომ რომ აქამდე თუ სადღაც თანამშრომლები გჭირდებოდა, აქამდე თუ რაღაც დრო გჭირდებოდა, რაღაც ინფორმაცია უნდა მოგეძია, აქამდე თუ სიტყვაზე აი წინა გაკვეთილზე ვახსენე, წინა ტრენინგზე ვახსენე ეს კონკურენტული დაზვერვა ოსინში ხდებოდა და მაგალითად ერთი ორგანიზაცია, როდესაც მეორე ორგანიზაციის ასე ვთქვათ პლუს მინუსებს იღებს, ვერავს, ან ადამიანის გადმობირება ხდება სხვადასხვა კომპანიიდან, რომ ზოგადად გაიგონ ის მისი კონკურენტი როგორ მუშაობს და ამაზე ააგონ შემდეგ თავისი ბიზნეს სტრატეგიები. ამ ყველაფერს უკვე ვთქვათ AI აგენტების და ზოგადად სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით
ეს ყველაფერი გახდება იმდენად ხელმისაწვდომი, რომ ეს აღარ იქნება მხოლოდ პრივილეგია გარკვეული ჯგუფების და დიდი ჯგუფების და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ეს AI გამოიწვევს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას, როდესაც თქვათ აი ავიღოთ კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, წარმოვიდგინოთ ჩვენი ხელისუფლება, როდესაც გარკვეულ ბიზნეს ჯგუფებს აძლევს მონოპოლიებს და ეს ბიზნეს ჯგუფები უკვე აღარ ცდილობენ რომ რაღაცა კარგი პროდუქტი შექმნან. აი მაგალითად პაპაშვილი რანაირ ძეს გვასმენს აღარ მინდა რომ AI-სთან ვახსენო. და მსგავსი ადამიანები, რომლებიც შეზრდილი არიან სახელმწიფო ჯგუფებთან, იქ არჩევნებზე პარტიას დაუფინანსებენ, ისინი ტენდერს მისცემენ და ასე შემდეგ. და უკვე ისინიც აღარ ცდილობენ განვითარებას, არიან ჯგუფები, ვისაც შეიძლება იდეები გააჩნდეთ, არიან ახალგაზრდები, მაგრამ ეს ადამიანები არიან, ასე ვთქვათ, ხელისუფლებისგან რაღაცა ისე ჩაწიხლულები, რომ ვერაფერს აკეთებენ. აი AI მე ვფიქრობ ამ რაღაცებსაც მოშლის. გარკვეული დრო დასჭირდება ალბათ საქართველოში, შეიძლება 4-5 წელი დასჭირდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი 2030 წლამდე საქართველოში აი ამ მონოპოლიებს, რადგან ცოდნა გახდება ხელმისაწვდომი. ცოდნაც ხელმისაწვდომი გახდება, კიდე რაღაცა ისეთი სიკეთეები, რაც აქამდე ძვირი და ფუფუნების საკნები იყო, ისენიც ხელმისაწვდომი გახდება და მარტივად მიიღებს ყველა ჩვენთაგანი და ამ ყველაფერს მოყვება ალბათ ერთი რომ მონოპოლიები მოიშლება, დეცენტრალიზებული გახდება გაცილებით უამრავი მიმართულება, თუნდაც აი ავიღოთ ბანკები, დეცენტრალიზებული, აი რაც არის მაგალითად ფინტექი, ამ მიმართულებითაც ძალიან განვითარდება, ზოგადად ეს მიმართულებაც ძალიან განვითარდება, ბევრი რამე განვითარდება და როდესაც კონკურენცია გაჩნდება, ზოგადად ქვეყანა ეს გამოიწვევს, რა თქმა უნდა, კონკურენციის გაჩენას. როდესაც კონკურენცია გაჩნდება, უკვე რა თქმა უნდა, ის ადამიანები წამოვლენ წინა პლანზე, ვისაც აქამდე ვთქვათ იდეები ჰქონდა, ვინც აქამდე ვთქვათ განათლება ჰქონდა და ის ადამიანები აუცილებლად დაიძირებიან, ვინც ცხოვრებაში არაფერზე არ მუშაობდა, იდეებზე არ მუშაობდა და მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ ხელისუფლებისთვის ეამებინა და რაღაცები გარკვეული ამ მიმართულებით განსაკუთრებით შეიცვლება. მე ვფიქრობ და ეს შეცვლის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტსაც. ბევრ რაღაცაზე მოახდენს გავლენას, აიხლა რომ ვფიქრობ, არ ვიცი და საქართველოსთან განსაკუთრებით თუ წარმოვიდგენთ ხო ყველა სფეროში ესეა, გინდა მედიცინა ავიღოთ, სპორტი ავიღოთ, ჯანდაცვა, რა ვიცი, ეკონომიკა, ბიზნესი, ტურიზმი, აბსოლუტურად ყველა სფეროში არის ხელისუფლებისგან ხელდასმული ხალხი და ესე მოდის, რა ვიცი, 30 წელი ბოლო 30 წელი ესე ვითარდებით და AI ამ ასე ვთქვათ, ამ არქიტექტურასაც ჩამოანგრევს და აბსოლუტურად ახალი საქართველო გვექნება, ჩემი აზრით, რაც ჩვენ ვერ შევძლებთ და რაც პოლიტიკოსებმა ვერ შეძლეს, მე მგონია, რომ ამ ყველაფერს შეძლებს AI. აი, ისიც რომ გითხრა, როგორ ახდენს AI გავლენას დღევანდელობაზე, ზოგადად და საზოგადოება როგორ აღიქვამს ხელოვნურ ინტელექტს, ანუ შიშით უყურებს, ინტერესით თუ ანუ რა არის უფრო ძირითადი რეაქცია? აი, მაგალითად, ჩვენი კურსანტებიც თავიდან რაღაც შიშით იყვნენ გაწყობილი, მაგრამ ერთი რამე უნდა შევიგნოთ. ჩვენ უკვე ვიმყოფებით AI-ის ეპოქაში. ჩვენ უკან ვეღარ დაუბრუნდებით და ამ ყველაფერს ვეღარ შევწყვეტთ. რადგან არიან დიდი ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებსაც ერთმანეთთან ყოველდღიური, ასე ვთქვათ, კარგი გაგებით ომი აქვთ, ხანცუდი გაგებითაც. არიან სახელმწიფოები, არის შეერთებული შტატები და არის ჩინეთი. შეერთებული შტატები თუ არ განავითარებს, ვთქვათ, AI მიმართულებას, განვითარდება ჩინეთი, რომელიც დაიპყრობს სოფლიოს. ვისაც ექნება ძლიერი AI მიმართულება, ის დაიპყრობს სოფლიოს. ამიტომ ჩვენ ეხლა იმაზე წუწუნი რომ ვაიმე რა გვეშველება და AI არ გვინდა და ჩავიმალოთ ის რა ქვია, გამოქვაბულები ამოვთხაროთ და რაღაცა ორმოში ჩავძვრეთ, ეს აღარ გამოგვივა. ნუ იქა ვართ, იმ რეალობაში ვართ. ამიტომ ადამიანებს მეტი არაფერი დაგვჩენია, ვისწავლოთ მეტად, ანუ არის ხო ეს შიშები, რომ აი მე რა გვეშველება, რომ მაგალითად სუპერ ინტელექტის ეპოქაში, რომელიც ალბათ დადგება სადღაც 5. აქამდეც კი ფიქრობდით, რომ აი სუპერ ინტელექტი 2060-70 წელს დადგება, AGI-ის ეპოქა, ზოგადი ხელოვნური ინტელექტი, მაგალითად
მოვა რაღაცა 2040-50 წელს, მაგრამ ეხლა აი ბოლო 2-3 წელში ისეთი ნახტომი განიცადა უკვე ამ მიმართულებამ, რომ შეიძლება ეს სუპერინტელექტი საერთოდ რა ვიცი 10-15 წელში წამოგვეწიოს, ისეთი სწრაფად მიდის ყველაფერი და ამიტომ ამის შიში აქვს, რომ აი სუპერინტელექტის ეპოქაში რო შევალთ, ჯერ აი რო წარმოვიდგინოთ, მიდის ეს ყველაფერი წრფივად, ვითარდება დღესდღეობით AI წრფივად და სუპერინტელექტის ეპოქაში რო შევალთ, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, როგორც აი მაგალითად რეი კურცვეილი არის ძალიან მაგარი მეცნიერი ამ მიმართულებით. ეს ადამიანი ეძახის, რომ არა მარტო ეს ადამიანი წავა ეს წრფივი ზრდა, წავა უკვე ექსპონენციალურ ზრდაში, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ერთ წუთში ადამიანს ზოგადად მილიარდჯერ გაასწროს ყველაფრით ხელოვნურმა ინტელექტმა, შექმნას ახალი სამყაროები, შექმნას საერთოდ ახალი რაღაცა გარემო და ან ავშენებით, ან დავიხოცებთ, მაგრამ თუ ადამიანებს მე ვფიქრობ, თუ ადამიანებს იმ დონემდე ადამიანები ვეცდებით, რომ განვითარდეთ და მივყვეთ ამ ყველაფერს, მე ვფიქრობ, რომ გვექნება ასე ვთქვათ, ძალიან კარგ სამყაროში ვიცხოვრებთ. დღესდღეობით იმაზეც მიდის საუბარი, რომ AI თუ IA, ქართულად ხშირად ხუმრობ ხოლმე, რომ იწერება AI-ა, პირდაპირ თუ წაიკითხავ, ეს არის ერთი არის AI, რომელიც გულისხმობს რობოტების, მანქანების განვითარებას, ბუნებრივი ენის დამუშავებას, დიდი ენობრივი მოდელების დამუშავებას, მანქანურ სწავლებას, ავტონომიურ რობოტებს და ასე შემდეგ, მათ გაძლიერებას და IA არის augmental intelligence, ეს არის ადამიანის გაძლიერება ხელოვნური ინტელექტის უნარებით, რაზეც აი ახლა ჩვენ ყველა თანხმდებით, რომ უნდა შევიძინოთ ხელოვნური ინტელექტის უნარები, იმიტომ რომ აი ავიღოთ თუნდაც რამდენი მიმართულებით გვეხმარება დღესდღეობით ერთ ადამიანს შეუძლია აი მაგალითად თქვენ ხართ ჟურნალისტი და ერთ ადამიანს შეუძლია რომ თავისი რედაქცია გქონდეს ხო ერთი პატარა პრომპტის მაყურებლებისთვის რა ახსნათ აი ბრძანებას რასაც ეძახიან მაგალითად ამ მიმართულებით აი ერთი ბრძანების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პოდკასტი, ორი ადამიანისგან შექმნილი პოდკასტი, ანუ ადამიანისგან არა ხელოვნური ინტელექტი ქმნის, წინ ტრენინგზე გაგატარეთ კიდეც ეს, როდესაც პატარა ინფორმაციას აწვდი, მაგალითად არის ესეთი ხელსაწყო ნოუთბუქ LM-ი, Google-ის ხელსაწყოა, როდესაც პატარა ინფორმაციას აწვდი და შემდეგ ამ ინფორმაციაზე ასე ვთქვათ, ორი ადამიანი ხელოვნური ინტელექტის საუბრობს ძალიან გამართულად უკვე ქართულად აგებს პოდკასტს, სადღაც 5-დან 10 წუთამდე პოდკასტს და ამით შეგიძლია ადამიანმა შექმნა უკვე შენი გადაცემები. აი, რა ვიცი, Canva, რა ვიცი, ვინც Canva-ს იყენებს, აი კონკრეტულ მაგალითებზე და გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე თუ გადავალთ, აი პრაქტიკულ გამოყენებით ხელოვნურ ინტელექტზე, ვინც Canva-ს იყენებს, უკვე ხელოვნურ ინტელექტთან კოლაბორაციით Canva-მ ისეთი ხელსაწყოები დაამატა, რომ აი სასწაულია და განსაკუთრებით გაგიმარტივებთ. ამას რატო ვამბობ, 2-3 ხელსაწყოს გამოყენება თუ იცი დღეს ადამიანმა, აღარ გჭირდება შენ უკვე რაღაცა დიდი ტელევიზია, დიდი სტუდია და ასე შემდეგ. მაგალითად, აი ახლა არის Google-ის ხელსაწყო VO3, რომელიც არის აი სასწაული გენერაციის ხელსაწყო და საერთოდ ალბათ სხვა განზომილებაში გადავდივართ, რომელიც არის მაგალითად რომელზეც ვერ გაარჩევ ნამდვილი ფილმია ეს თუ რაღაც ანიმაცია თუ AI-ის გენერირებული იმდენად მაგრად აკეთებს ყველაფერს და აი ასეთი მიმართულებები მაგალითად რა ვიცი ალბათ 10-მდე 15-მდე დიდ კომპანიას აქვს აი ძალიან მაგარი ხელსაწყოები და ესეთი მიმართულებებით ჯერ ამ ეტაპზეც კი გარკვეული ადამიანების სფეროების და სამსახურების ტრანსფორმაცია მოხდება ადამიანების არა გარკვეული სფეროების ტრანსფორმაცია მოხდება რასაც ადამიანები უნდა მოერგნენ
და რა ვიცი, ჩვენ ვცდილობთ რომ აი თუნდაც ტრენინგ კურსზე ესეთი მიმართულება მაქვს არჩეული, რომ ერთი მიმართულება ეს ანალიტიკური AI უნარები გავიაროთ, სადაც ადამიანები ცოტა სიღრმისეულად ისწავლიან და მე შემდეგ თვითონაც შეეძლებათ ან რაღაცა იდეები გაუჩნდებათ, რომ რაღაც ანალიტიკური მიმართულებით, OSINT მიმართულებით, მაგალითად ღია წყაროებზე გამოძიება, ღია წყაროებზე დაყრდნობით, რაც არის ეს OSINT-ი, კიბერმიმართულებით, გარკვეული კვლევების ჩატარება შეძლონ და ასე შემდეგ, ვთქვათ, ჟურნალისტური გამოძიების და ასე შემდეგ ააწყონის არქიტექტურა, რაც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით მუშაობაში და მეორე არის რაც მინდა ხოლმე რომ ჩვენმა კურსანტებმა გაიარონ, მეორე არის ეს გენერაციული AI უნარები, ანუ გენერაციული AI, რომ ადამიანებს შეეძლოთ, აი მაგალითად ვიდეოს გენერირება, ადამიანებს შეეძლოთ ტექსტის გენერირება, ადამიანებს შეეძლოთ საკუთარი რაღაც სტუდიის შექმნა, რა ვიცი, მულტფილმის გაკეთება, ფილმის გაკეთება და ასე შემდეგ, რომ რაღაც დონეზე აუწყონ ამ ყველაფერს ფეხი და რა ვიცი, ვისაც რა მიმართულებით სჭირდება, მე იმ მიმართულებით გამოიყენონ, რა ვიცი, თუ მედიცინის მუშაკია, თუ რა ვიცი, NGO-ს წარმომადგენელი, მედიის წარმომადგენელი, ამ ადამიანებმა შეძლონ თავისი მიმართულებით შექმნან და რაღაც კარგი რაღაცები გააკეთონ ამ ქვეყანაზე. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო AI და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ოთარ კვირიკაშვილი. ჩვენ კი ამით გემშვიდობებით ნახვამდის.